Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგზავნებ ჩვენ საინტერესო თემების განხილვას და მე დღეს ჩამივარდა ძალიან უნიკალური წიგნი, რომელიც არის გამოიცა ქართულ ენაზე. აი ეს წიგნი არის, ეს არის წიგნი ისტორია პალესტინელების შესახებ. ეს მოგვითხრობს თუ ვინ იყვნენ პალესტინელები სინამდვილეში, რა ისტორია აქვს შემოგარგებო და აი როგორც გადავშლით პირველ გვერდზე ჩვენ ხედავთ აი ესეთ წიგნს, აი პირველი გვერდი, აი მეორე გვერდი და მთელი წიგნი არის ცარიელი. ეს ყველას გასაგონად, ვინც იძახის Free Palestine. ჩემო კარგებო, თქვენ საერთოდ არ უკვირდებით რას ლაპარაკობ და რას აკეთებ, ჩემო კარგებო. იმიტომ რომ პალესტინელების ისტორია არ არსებობს, ეს ძალით ხელოვნურად შექმნილი ისტორია, რომელსაც თავს გახვევენ ეს პროპაგანდისტები და ცდილობენ ყველა ისრაელის მოძულეებმა დაგიმტკიცონ, რომ თითქოს ისრაელი არის ოკუპანტი პალესტინის მიწისა და თითქოს ისრაელი არის აგრესორი. სინამდვილეში ეს ასე არ არის, ჩემო კარგებო. სახელმწიფო პალესტინა არ არსებობს, მათ კი აღიმიცეს 48 წელს აღიარება, მაგრამ როგორც სახელმწიფო პალესტინელები არ ჩამოყალიბდა, მათმა აირჩიეს ომის გზა. 1948 წელს 14 მაისს ისრაელსაც და პალესტინასაც მიცეს ორივე ერთნაირი პირობები, რომ ისინი განვითარებული იყვნენ და შემდგარიყვნენ როგორც სახელმწიფოები. ისრაელმა დაადგა დემოკრატიულ გზას, დაადგა განვითარების გზას, პალესტინაში მცხოვრებმა არაბებმა დაადგენ ტერორისტულ გზას, ომის გზას და განვითარება ხედავთ როგორ არის ახლა დღევანდელ დღეს მისული. პალესტინელი არაბები ისევ ტერორისტები არიან, ისევ ომობენ, ხოლო ისრაელის მცხოვრები ხალხი არიან ნოვატორები. აღარ ვლაპარაკობ იმას, რაც ისრაელის სახელმწიფომ მისცა მსოფლიოს. აღარ ვამბობ იმ ტექნიკურ მიღწევებზე, აღარ ვამბობ იმ გამოგონებებზე, რომელმაც სწორედ ისრაელის სახელმწიფოს არსებობა მოუტანა ხალხს დღევანდელ დღეს. ეს არის ინტერნეტი, ეს არის კომპიუტერი, ეს არის კომპიუტერის შემნახველი ფლეშკა, ეს არის WhatsApp-ი, ეს არის Viber-ი, რაც გინდა, ეს არის Facebook-ი, სოციალური ქსელი. ეს არის ყველაფერი ებრაელების გამოგონება, იმ ებრაელების, რომელიც ცხოვრობენ ისრაელში და ისრაელის მემკვიდრეები არიან, ჩემო კარგებო. და აღარ ვამბობ სამედიცინო გამოგონებებზე. ისრაელში არის ისეთი გამოგონები, როგორც ხელოვნური გულის შექმნა, რომელთაც ადამიანის ცხოვრება 20 წლით ხანძრდება. აღარ ჭირდება გულის გადანერგვა, არამედ ხელოვნურად შექმნილი გულით ეს ისრაელებმა. ეს ყველაფერი არის ისრაელის და ებრაელი ხალხის გამოგონება. რა გამოიგონეს პალესტინელებმა? არაფერი. მათმა გამოიგონეს 7 ოქტომბერი, რომელიც 23 წელს მოხდა, ხოცვა-ჟლეტვა. მათმა გამოიგონეს ტერორიზმი, რომელიც ბავშვებს და ქალების მიმართაა მიმართული. მათმა გამოიგონეს ყველა ის უბედურება და ყველა ის ტერორისტული აქტი, რაც არის დედამიწის ზურგზე. და ამის დამფინანსებელი მთავარი იდეოლოგია არის ირანის სახელმწიფო. დღეს რო გამოხდიდა შაჰაბაზის შთამომავლობას რო იცავთ, ყიზილბაშების შთამომავლობას. მე ამას დაკნინებულ ფორმაში არ ვამბობ. მე ეროვნებას არ ვეხები, რადგანაც ტერორიზმს ეროვნება არ გააჩნია, მაგრამ რატომღაც ყველა ტერორისტი მუსლიმია. რატომღაც ასეა. ეს ალბათ ამ დრო მოიტანა ასე. მე ვამბობ იმას, რომ ისრაელი ამ ბრძოლაში არის 100%-იანი მართალი. და გაჩვენეთ წიგნი პალესტინის ისტორიაზე, რომ არ არსებობს პალესტინას ისტორია არ აქვს. მათ არ აქვს არც სახელმწიფო ჰიმნი, მათ არ აქვს არც სახელმწიფო გერბი. ხოლო ებრაელებს სახელმწიფოს შექმნამდე ჰქონდათ ჰიმნი და სახელმწიფოს შექმნამდე ჰქონდათ თავიანთი გერბი. აღარაფერს არ ვამბობ იმ ლიტერატურულ შედევრებზე, რომელმაც ებრაელებმა მოგცენ ჩვენ. მაშასე, რატო ხდება ეს ყველაფერი? რატო ეს ისრაელი აქტუალური ასეთი დღევანდელ დღეს? მე მხოლოდ ერთ მუხს აგიკითხავ ბიბლიიდან, რომელიც ღმერთმა აღუთქვა ისრაელის ერს და რომელიც მუდამ მოქმედებს. სანამ სამყარო არსებობს, სანამ დედამიწა არსებობს. დღეს ძალიან ბევრს უყვარს, რომ აი იესო ქრისტემ ახალი აღთქმით გააუქმა ძველი აღთქმა.
იესო ქრისტემ გააუქმა ტაძრის მსახურება და არა ის ღმერთის დანაპირები, რომელიც ღმერთმა დაპირდა ისრაელის ერს. რადგან თვითონ იესომ დაპირდა ისრაელის ერს ეს ყველაფერი. მაშასე თუ არ გეზარებათ წაიკითხეთ იერემიას 31 თავის 35 მუხლი. ასე ამბობს უფალი, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად და მთვარეს და ვარსკვლავებს უბრძანებს ღამე გაანათონ, რომელიც ისი აღელვებს ზღვას, რომ ღრიალებენ მისი ტალღები, ძალთა უფალია მისი სახელი. და 36 მუხლი. თუ გაუქმდება ეს წესი ჩემს წინაშე, ამბობს უფალი, მაშინ ისრაელის შთამომავლობად სამუდამოდ შეწყვეტ ხალხად ყოფნაში ჩემ წინაშე. ივრითულში აქ ერად, როგორც ისრაელის ერი არ განადგურდება, ის მუდამ იარსებებს. სანამ არსებობს მზე, რომელიც ანათებს დღე, სანამ მთვარე და ვარსკვლავები ანათებენ ღამე და სანამ დედამიწაზე მოქმედებს ტალღები. აქ იგულისხმება ზოგიერთი კომენტატორი, მეცნიერი კომენტატორი ამბობს, ეს არის თბილი წყლის დინება, რომელიც ხდება ოკეანეში. ესო შეწყდეს დედამიწა განადგურდება, ჩემო კარგებო, თბილი წყლის დინება. შიდა ოკეანური დინებები, რომელიც არის, ესო გაჩერდეს, დედამიწა განადგურდება, ჩემო კარგებო. ანუ სანამ ეს არსებობს, სანამ დედამიწა არსებობს, მანამდე არსებობს ისრაელის ერი. და მას ვერავინ დედამიწაზე მსოფლიო ძალა არ არსებობს. დედამიწის ზურგზე და სამყაროში ძალა არსებობს, რომელიც შეძლებს ისრაელის განადგურებას. ეს აბსურდია. მას რატო ემტერება პალესტინელი არაბები ისრაელს? ეს არის გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელი არის ზუსტად ღმერთის რჩეული ერი. რატო ზდევნიდა ისმაილ ისააკს? ისააკს უნდა მამის მემკვიდრე ყოფილიყო. მაგრამ ისმაილი ვერ გახდა მამის მემკვიდრე, რადგანაც მამის მემკვიდრე იყო ისააკი. ამაშია საქმე. ამ ბიბლიის, ამ ბრძოლის საფუძვლები არის ბიბლიაში შემოგარგული. ფესვები მოდის ბიბლიიდან. ეს არის ზუსტად ის, რომ ისმაილს უნდა პირველობა. ამიტომაც აქედანაა წამოსული ეს სიძულვილი. მოდის სიძულვილი აქედან. მაგრამ ამ სიძულვილში და ამ ომში ღმერთი ისააკის მხარესაა და როდესაც თქვენ მოდიხარ და ეწინააღმდეგებით ისრაელის, თქვენ ეწინააღმდეგებით ღმერთს. მე ვიცი ახლა დაწეთ 1000 გვარ სისულელეს სიონისტებზე, იმ რაბინებზე, იმ 1000 გვარ სისულელებს. ძალიან მეცოდებით. ყველა ამისეთი კომენტარის, ვინც ასე სიძულვილს ავრცელებთ თქვენ. ვიმეორებ, ისრაელი არ ბომბავს ბავშვებს ღაზას სექტორში. ეს არის ტყუილი და ეს არის პროპაგანდა. ისრაელი არ ბომბავს, ისრაელი იცავს ბავშვებს. ყველა ის დაღუპული ბავშვის სურათი, რომელიც თქვენ გაჩვენებენ ტელევიზიაში, არც ერთი სერიოზული წყარო არ ადასტურებს ამას. ასე რომ, სანამ რაღაცას დაწერდეთ, ცოტა გამოიკვლიეთ რა. ეს ბჟუტურებს მოусმენ. ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა ამ თემასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ძალიან საინტერესო თემას, ვიდეოს ჩაწერას. ეს ვიდეო იქნება ეხება თორის საკვირაო თავს, რომელსაც ქვია ხუკად. ამ თორის საკვირაო თავ ხუკადში არის ძალიან ბევრი თემები გაერთიანებული და მე შევეცდები ეს ბევრი თემა მოვალთავსო ერთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, თუ როგორია ეს თემები დაკავშირებული ჩვენ უფალ იესო ქრისტესთან. ჩვენი იესოა ჰამაშიახთან. მაშასე გამოგვიწერეთ, თუ გამომწერები არ ხართ, თუ გამომწერები ხართ, მოიწერეთ ეს ვიდეო, დაალაიქეთ და აუცილებლად გააზიარეთ. და ვისაც გინდათ ფინანსურად გვერდში დაგვიდგეთ, ყველა ჩვენ ვიდეოს ქვემოთ არის საბანკო რეკვიზიტები და შეგიძლიათ გადმოირიცხოთ იქ თანხა. თქვენი გადმორიცხული თანხა პირდაპირ ხმარდება არხის განვითარებას და რათა უფრო მეტი საინტერესო თემები, ბიბლიური თემები შემოგთავაზოთ. ამიტომ გჭირდება თქვენი ფინანსური გვერდში დგომა და ამიტომ გჭირდება თქვენი ლოცვითი გვერდში დგომა. მაშასე იყავით კურთხეული და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ამ ისრაელ ხაიმ.